დღევანდელი ბლიც ინტერვიუს სტუმარი არის Miss Bikini 2016 აურელია ჩებანი. ადამიანი რომ არ იყო, რა იქნებოდი? ადამიანი რო არ ვიყო, რა ვიქნებოდი? არ ვიცი რა ვიქნებოდი ნამდვილად. საქართველოში რომ არ დაბადებულიყავი, სად დაიბადებოდი? ალბათ სადაც დაბადებულიყავი, იქ დავიბადე. ალბათ საქართველოს იქით, სადაც დაბადებული საქართველოს ძალიან კარგად გწნობ. რას თვლი შენს დადებით და უარყოფით თვისებად? დადებითი თვისებები ის მაქვს, რომ ძალიან მიყვარს მოხუცებთან კონტაქტი, ასევე მიყვარს ხალხის დახმარება. უარყოფითი თვისება არის ჩემი, ძალიან პუტია ვარ და ძალიან ჯიოტი. რას ნანობ შენს ცხოვრებაში? სინამდვილით ალბათ არაფერს. რაც მოსახდენი იყო, ის მოხდა. რა არ მოგწონს შენს თავში? ალბათ ის, რომ ძალიან ჯიუტი ვარ. მოდელი რომ არ იყო, რა იქნებოდი? ალბათ ვიქნებოდი პოლიციელი. ჩემი საყვარელი პროფესია იურიდიული. რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში? ცხოვრებაში, საერთოდ ცხოვრებაში შეიძლება ბევრი რამე შეცვალო. მე არ ვიცი, არ დაფიქრებულა რა შევცვლიდი. რას ამბობენ შენი მეგობრები შენზე? მე მეგობრებთან საერთოდ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ძალიან მიყვარენ, ანალოგიური მათთან ძალიან ვიყარ, პატივისმცემენ და პატივისცემ ანალოგიურ მეც. რომელია შენი საყვარელი კერძი? ჩემი საყვარელი კერძი არის სალათები, უფრო ძირითადად სალათები მიყვარს და ძალიან მიყვარს ხინკალი. როგორი კულინარი ხარ? კულინარი საკმაოდ კარგი ვარ, სხვათაშორის ყველაფრის დამზადება ვიცი, ყველაფრის გაკეთებას ვახერხებ. რა არის ის, რაც გინდოდა გაგეკეთებინათ და ვერ გააკეთე? ალბათ აჩმა. ვერაფრით ვერ გავაკეთე აჩმა. რა თამაშობს შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდ როლს? ყველაზე დიდ როლს ჩემს ცხოვრებაში არის ჩემი დედა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ყველაზე მეტად ვაფასებ, რომელიც დღესდღეობით ძალიან ჩავარდნილი არის, ავად არის და ერთადერთი ჩემი სურვილი ის იქნება, რომ დედა გამოჯამრთელდეს და კარგად გახდეს. როდის იყავი ყველაზე ბედნიერი? თუნდაც გუშინ, როდესაც Miss Bikinis ტიტული მერგო. რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად? ალბათ ისევ ტყუილი და თვალთმაქცევა. რისი გჯერა ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად უფლის მჯერას. რისი გეშინია? ისევ უფლის მეშინია, იმიტომ რომ ყველაფრის შემძლე უფალია და მხოლოდ ის წყობს ყველაფერს. რა გავიწყდება ყველაზე ხშირად? საერთოდ ყველაფერი მოვიწყდება. ძალიან მალე მოვიწყდება ყველაფერი. ყველაზე მეტად რას აფასებ ადამიანში? უბრალოებას. რა შეცვლიდი ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტი რომ იყო? შევცვლიდი ძალიან ბევრ რამეს, თუნდაც პირველ რიგში, რაც საქართველოში ძალიან გახშირებული არის ადამიანები, რომლებსაც ანუპურის ფული არ გააჩნიათ, ძალიან სიღარიბეში ცხოვრობენ, დავეხმარებოდი და რაღაც პატარა ყოველწლიურ თანხას გამოყოფდი ყველა ოჯახისთვის, რომლებიც ასეთი გაჭირვებულები არიან. რომელი ქართული ტრადიცია მოგწონს და რომელი არ მოგწონს? ქართული ტრადიციები, ზოგადად ძალიან ბევრი კარგი ტრადიციები გვაქვს. არ ვიცი. საქართველოს რომელი კუთხე გიყვარს? ალბათ სადაც დავიბადე გავიზარდე გორი, მაგრამ მიყვარს ბათუმი. რაზე ოცნებობდი ბავშვობაში? ბავშვობიდანვე ვოცნებობდი, რომ გამხდარიყავი მოდელი და მე მგონი ეს ოცნება უკვე ამიხდა. საყვარელი ბრენდი? არ ვიცი, Adidas-ი მიყვარს ძალიან. Adidas-ს ვხმარობ. Zara-ც ძალიან კარგია. ზოგადად დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, ბრენდი უნდა იყოს თუ არა, რაც მომწონს ყოველთვის იმას ვიცავ. საყვარელი სუნამო? Chanel-ი. 5 ნომერი. წიგნი, რომელიც ბოლოს წაიკითხე? საერთოდ წიგნი ბოლოს რომელიც წავიკითხე არ მახსოვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ წიგნს კითხულობ და ძალიან მოყვარს. საერთოდ რომანტიკული ან თავგადასავლები ზოგადად წიგნებს კითხულობ. საყვარელი მომღერალი? არ ვიცი. ძალიან ბევრი მყავს. ვინ არის შენი მისაბაძი ადამიანი? არავინ, მე ვბაძავ მხოლოდ ჩემს თავს. მისაბაძი ადამიანი არ მყავს. როგორი წარმოგიდგენია შენი თავი 20 წლის შემდეგ? ალბათ იგივენაირი როგორც ვარ ახლა. არაფრის შეცვლას არ ვაპირებ, ზოგადად ჩემში რაც ვარ ის ვიქნები ალბათ 20 წლის შემდეგაც. როგორ რეაგირებ კრიტიკაზე? ეს კრიტიკა ყველა ადამიანს გააჩნია, ყველას თავისი სიმპათია და ანტიპათია აქვს. და ამიტომ თუ აკრიტიკებენ, ალბათ მათში ის რაღაცა არ ჩდება და ამიტომ აკრიტიკებენ. ამიტომ ყველას თავის გადაწყვეტილება აქვს. ჭორი, რომელიც ბოლოს გაიგე შენზე?
ჭორი რომელიც გავიგე რომ თურმე მის ბიკინი გავხდი იმით რომ მე თანხა გადავიხადე. შენი საყვარელი ფრაზა. არ ვიცი. ალბათ იყავი ის ვინც ხარ. რა არის საუკეთესო რაც გააქვს? საუკეთესო არის ის რომ მყავს დედიკო გვერდში, რომელიც მე ძალიან მჭირდება. რაზე ოცნებობ? ოცნებობ რომ დედა გამოჯამრთველდეს და კარგად გახდეს. როგორ აღიქვა მომავალს? მომავალს აღვიქვა დედას გვერდით. დედასთან ერთად გავაგრძელო ცხოვრება, ოჯახის შექმნაზე ჯერ არ ვფიქრობ და უფრო ვფიქრობ რომ კარიერას გავაგრძელებ და უფრო უკეთეს სამსახურსაც ვიშალებ. რა გიჩუყებს გულს? ზოგადად ყველაფერი, ანუ გულთან ახლოს მიმაქვს ყველაფერი ძალიან ადვილად და თითქმის ყველაფერი მიჩუყებს გულს, რასაც ადამიანის გულის ტკივილი გააჩნია. რომელ ფილმზე გიტირია? გაგეცინებათ ახლა, მაგრამ ძალიან მიყვარს ინდური ფილმები და ძალიან ხშირად ვტირვარ ხოლმე ინდურ ფილმებზე. საყვარელი მსახიობი? ანჯელინა ჯოლი მიყვარს ძალიან. საყვარელი ფილმი? ნოუთბუქი, თუ გაგიგიათ არ ვიცი. დღე რომელიც არ დაგავიწყდება? ალბათ გუშინდელი დღე არ ვიცი. რა არის სიყვარული? სიყვარული ძალიან დიდი გრძნობა არის, რაც ადამიანს უარმაგებს და უფრო მეტსაც ხდის. ანუ როცა მზად ხარ ადამიანის გულისთვის, ყველაფერზე წახვიდე, ყველაფერზე რისკი გაიღო. სიყვარული ცხოვრებაში ერთადერთი დიდი ნიჭი არის, რაც ცხოვრებაში ღმერთმა ადამიანს აჩუქა. როგორ ადამიანს აირჩევდი შენი ცხოვრების თანამგზავრად? ეს ალბათ როგორიც ვარ მე. უბრალოს, ანუ ურთიერთგაგება გქონდეს ადამიანის მიმართ. როგორი ადამიანები იწვევენ შენში აღფრთოვანებას? მე უკვე აღნიშნე, რომ ძალიან მიყვარს უბრალო ადამიანები და აი ამ უბრალო ადამიანს როცა ვხედავ, ანუ როგორ წარმართავს საზოგადოებაში თავის თავს, ეს უბრალობა ჩემზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს. ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდა რომ პირველ რიგში დედა გამოჯამრთველდეს, შემდეგ გეგმები მაქვს, მინდა ჩემი სამოდელო კარიერა, ანუ გავხსნე სააგენტო და ხელმძღვანელი ვიყო მისი მე და ალბათ იმედია ყველაფერთან ერთად ამასაც ავასრულებ და ამასაც გავაკეთებ. რა როლს თამაშობს შენ ცხოვრებაში Facebook-ი? Facebook-ი არანაირ როლს არ თამაშობს, ნამდვილად ძალიან იშვიათი მომხმარებელი ვარ. დიდ როლს არ ახდენს. ის რის გარეშე ცხოვრება არ წარმოგიდგენია? ისევ დედა, ვის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ბოლოს ვის უთხარი რომ გიყვარს? არავის მგონი. მილიონი რომ გქონდეს, რას გააკეთებდი? მილიონი გქონდეს ადამიანს ის ძალიან რთულია, ისე რომ მიიღო მილიონი. თუმცა რომ გქონდეს, გავაკეთებდი ძალიან ბევრ ქველმოქმედებას, დავეხმარებოდი ძალიან ბევრ ბავშვთა თავშესაფარს, ანუ ღარიბ ადამიანებს და ვისაც გვერდში დგომა დასჭირდებოდა, ყველას გვერდში დაუდგებოდი. ერთი შანსი რომ გქონდეს, რა შეცვლიდი? არ ვიცი. რა გწყინს ყველაზე მეტად? საერთოდ ყველაფერი ძალიან მწყინს. რაც გულზე მხდება. რითი გინდა დაამახსოვრო საზოგადოებას თავი? თუნდაც ქველმოქმედებით, რამე ისიც გავაკეთებდი, რომ დავეხმარო თუნდაც ნებისმიერ თავშესაფარს, თუნდაც რამე ისეთი, რომ ხალხს დავამახსოვრდე და არ ვიცი რა. საყვარელი ქვეყანა? საყვარელი ქვეყანა, საერთოდ მეყვარს საქართველო, სადაც დავიბადე, გავიზარდე. წასვლაზეც კი მიფიქრია წავიდოდი კი იტალიაში, უფრო იქით წავიდოდი, მაგრამ მაინც ჩემი ქვეყანა ყველაფერს მირჩევნია. რა არის ის, რაც სიცოცხლის სურვილს აღვიძებს შენში? ყოველი დღე ალბათ, რომელიც თენდება და იწყება. სელფების მოყვარული თუ ხარ და რამდენად ხშირად იღებ მას? კი, ძალიან მივეჩვიე. ძალიან ხშირად, სხვათა შორის დღეში ალბათ შემიძლია 1-50 ფოტო მაინც გადავიღო. რას ურჩევ ადამიანებს? ადამიანებს ურჩევ, იქნებიან შურიანები, ანუ შეშურდებათ ადამიანები, სიყვარული კეთილები და უყვარდეთ ადამიანის გვერდში დგომა და ადამიანების დახმარება.